საკმაოდ მდგრადი, საკმაოდ უცხო, საკმაოდ მრავალფეროვანი, საკმაოდ მიმზიდველი და საკმაოდ კომპლიმენტალური. მუდონის ბრენდი 2022 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მან დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი ორიგინალური იდეით. ქმნის მიმსგავსებულ არომატებს ისეთი იშვიათი ბრენდების და იშვიათი პოზიციების, როგორებიც არის ლელაბო სანტა-ლუზა 13, ლელაბო ენაზერ 13, ორტო პარიზი, მეგამარი, ქრიდა ავენტუსი, ფრედერიკ მალე პრომის, ფრედერიკ მალე Portrait of Lady და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ფრანგული ექსტრაქტ დე პარფიუმ, რომელიც ყოველწლიურად გვთავაზობს სიახლეებს. 2022 წლიდან დღემდე მან 32 არომატის შექმნა მოასწრო, მხოლოდ 2025 წელს მან 4 ახალი არომატი გამოუშვა. ბრენდი ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის არომატების შექმნაზე. ასევე ყურადღება მისაქცევი ფაქტია მისი ყუთისა და ფლაკონის მინიმალისტური და ორიგინალური დიზაინი, რაც უფრო პრეზენტაბელურს ხდის მას. ჩვენ ვართ მუდონის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. შესაბამისად გვაქვს იმპორტის ექსკლუზივი. სულ მალე გვექნება 7 ახალი არომატი, ახლა კი 12 არომატზე ვისაუბრებ, რომლებიც ამჟამად გვაქვს. მუდონის ლოისი გავს ფრედერიკ მალეს Portrait of Ladies. მუდონის ექსტაზი გავს ლელაბო ენაზერ 13. მუდონის ჩარიზმა გავს BDK-ის Gris Charnels. მუდონის ვებეი გავს ფრედერიკ მალეს Promise. მუდონის ეკლიპსი გავს ბულგარი Tigers. მუდონის Obsidian გავს მარკ ანტუან ბარუას განიმეც. მუდონის მერინი გავს ორტო პარიზის მეგამარის. მუდონის Charmant გავს Tom Ford Tuscan Leathers. მუდონის Preshex გავს Parfums de Marlis Delinas, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ქალური არომატი. მუდონის Radianti გავს Louis Vuitton-ის Meteors. მუდონის Temptation გავს Creed Aventus და ბოლოს მუდონის Elysian გავს ლელაბო სანტა-ლუზა 13. ყველა მათგანი არის საკმაოდ მდგრადი, საკმაოდ უცხო, საკმაოდ მრავალფეროვანი, საკმაოდ მიმზიდველი და საკმაოდ კომპლიმენტალური. მუდონის ბრენდი არ ჩერდება და დააველოდოთ სიახლეებს.